არა, გასაგებია შეიძლება გარისხო და ბანკს არ მოუნდეს გარისხო. ბანკში რისკავს 27%-ით და ნუ გასაგებია სხვა ტიპის რისკია. ბანკი მოგებაში არ მონაწილეობს, შესაბამისად რისკს იზიარებს იგივეს. ხოესია. ცოტა ნაკლებს არა, ნუ რისკი არის რა თქმა უნდა. ივანიშვილის ეს სიტყვები ივანიშვილისვე წინააღმდეგ 9 წლის შემდეგ გამუშავდა. შაბათის ეთერმა მოიპოვა ქართველი ოლიგარქისა და მისი მილიარდების ყოფილი მმართველის გიორგი ბაჩიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. გამარჯობა ტელევიზიაზე დროს ვარ დეკაც. რა კარგია. ეს 11 წუთიანი აუდიო ფაილი ადასტურებს, რომ ივანიშვილის საჩივარიც და პროკურატურის ბრალდებაც მხოლოდ გამოგონილ ფაქტებს ეყრდნობა. მიტაცებულ სახელმწიფოში კი ოლიგარქი პროკურატურას მხოლოდ პირადი შურისძიებისთვის იყენებს. ივანიშვილი ზუსტად აწარმოებს გამოძალვას, ეს არის გამოძალვის და შურისძიების ოპერაცია, რაც ხდება. ჩართული ყავს პროკურორიც, ეროვნული ბანკიც, სამხარაულის ბიუროც, მოსამართლეც სავარაუდოდ. მას გონია, რომ რაღაც წნეხის ვითომ და გაზლის შედეგად მე რაღაც დათმობებზე წავალ. გამორიცხულია. ყველა პროცესი მისთვის იქნება კიდევ უფრო მტკივნეული, ვიდრე ის პროცესები, რაც ჩაატარეს, იმიტომ რომ ახლა ხდება ნამდვილი გაშიშვლება უკვე მთელი ივანიშვილის ბუნების. რა არის ეს ადამიანი? ყველაფერი 9 წლის წინ 2015 წლის 30 ივლისს დაიწყო. როდესაც დილით შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე რეზიდენციაში მყოფ ბიძინა ივანიშვილს თბილისიდან მისი მილიარდების მმართველმა გიორგი ბაჩიაშვილმა პირადი თხოვნით დაურეკა. ივანიშვილის ქართულ ბანკის მმართველი ნატო ხაინდრავა სესხის გაცემას უჯანჯლებს და ბაჩიაშვილი ოლიგარქს ჩარევას თხოვს. ნატოს შევხვდი მე დღეს დილით. ხო და სესხზე რაღაცა დაპარაკեցო ბატონ ბიზნესში რომ ნატოს უნდა რომ როგორც აქციონერმა მიცე გარანტია, ეგეთი არ ყოფილა. კი, ანუ არასტანდარტული რატო არის რომ უძრავი ქონება რო არიდება. ანუ მე ვყიდულობ 6.5 მილიონი დოლარის კონტრაქტს, რომელიც არის ნუ ფასიანი ქაღალდი პრინციპში. 1.5 შემსაზღვრებდა 9.5 ბანკიდან. ანუ აი 30% არის ჩემი ეკვიტი თანამონაწილეობა. საუბრის შინაარსიდან ირკვევა, რომ ბაჩიაშვილს 6.500.000 დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის შეძენა უნდა. 1.5 მილიონი პირადად აქვს. სარფიანი გარიგების გასაფორმებლად კი ბანკიდან 5 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის დამატება სჭირდება. ივანიშვილს ის დეტალურად უხსნის, რომ მისი შესყიდული კრიპტოვალუტა, რომც გაუფასურდეს, საქმეში ჩადებული საკუთარი 1.5 მილიონიდან მიღებული მოგებით, ბანკის სესხის დაფარვას მაინც უპრობლემოდ შეძლებს. ამ კონტრაქტის მიხედვით ერთ წელიწადში ვიღებ 30%-ით მეტ. ანუ 30%-ით კომპანიისგან. კი. მაგრამ მე კომპანიას ბანკის არ არის გარანტია, ეგეც არ არის ესეთი კომპანია, რომ გარანტია. ნუ დიდი კომპანია 30% მეტიგებ, არა, მანამდე მოხდა, არ გავიდე, ფასი წამოვიდა, თქვა, რამდენიმე თვეში რაღაც დონეზე 20%-ით დავარდა, ან 30. 60 უნდა დავარდეს, რომ მე მატო ბანკი დავხავე და ჩემი ფული 50 ბოდიში. რომ მატო ბანკი გავისტუმრო და ჩემი დავკარგო. ბაჩიაშვილი ივანიშვილს უხსნის, რომ მისთვის სესხის მიცემა ბანკისთვის სარისკო არ იქნება. ივანიშვილმა კი, რომელიც ახლა ირწმუნება, რომ ბაჩიაშვილისთვის სესხი არ მიუწია და მასთან ბიზნესის წილში შევიდა, ბოლომდე ისიც კი არ იცის, რას ყიდულობს ბაჩიაშვილი და საერთოდ რა არის კრიპტოვალუტის ბიზნესი. ყიდულობს სამას, საქმეა მაგას. და ცეცხლი მაგას შენა იმას. ბიტკოინს ყიდულობს. და ეგრევე გაძლევს მაგ ბიტკოინებს ეს რაოდენობას ეგრევე. ყოველდღიურად თანაბრად გამოდის. არა, როგორ აფორმებდეს ამ გარანტიას, ეს მაინტერესებს პრინციპი გარანტიის. ამ კონტრაქტიდან მთელი cash flow მოდის ამ კომპანიაზე და ეს კომპანიაც იცონ, ანუ ანგარიში აქვს ბანკში. მე ფულში ვახურდავ ეგრევე, რომ ის რისკი არ ავიღო. მე ხო ლიკვიდური არ არის, როგორ ახურდავ შენ მაგას? დღეში 200 მილიონი არის ლიკვიდობა ბიტკოინში. რამდენია დღეში? 200 მილიონი დღეში კი. ეგეთი ბრუნვა აქვს დღეში 200 მილიონი? კი. ეგ უკვე სერიოზული კომპანიაა. როგორც კი ივანიშვილს დღეში 200 მილიონის ბრუნვა ესმის განწყობა ეცვლება. ბაჩიაშვილს მაშინ ვეუბნება, რომ მისი ბანკის მმართველს ნატო ხაინდრავას კიდევ ერთხელ აუხსნას, რისთვის სჭირდება ფული. ეგ ნატოს აუხსენი შენ ყველაფერი? აი ბრუნვები აღარ აუხსენი, რომ მე მაინც არ ვიციო და так, როგორ უთხრე ნატოს უდავაცრონ მე და ერთი ის გაიარეს კიდევ რა. ეს აუხსენი თლიანად პროცესი რო გაიგოს ნატომ რა არის ეგ ბიტკოინი რო აიღეთ. რაღაც 9 საათი მოთხოვე რომ დავაბადო მაგას ეგ ბიტკოინი რო აუხსნა რა არის. ჩანაწერში ცხადად და არაერთხელ ისმის, რომ ბაჩიაშვილი ივანიშვილს სესხის მიცემას თხოვს. იმასაც ეუბნება, რომ მთელი მისი ფული, რაც კი აქამდე უშოვია, სწორედ ამ ბიზნესში აქვს დაბანდებული.
ბატონო ბიზნესი ახლა მე ჩემს პრინციპში თელი ლიკვიდური ფული რაც გამაჩნია ეგ არის პეტი არასდროს ეგ პრობლემაა და არა გასაგებია შეიძლება გარისხო და ბანკს არ მოუნდეს გარისხო ხო თუ ვთქვათ გამოვა ეგ ძელი ბანკის ენაზე ხა ბანკის შეუულებრივი პროცენტია პროცენტი მაღალი მიცე როცა გამოვა ანუ მას შემიძლია გავაკეთო ბანკი მოგებაში არ მონაწილეობს შესაბამისად რისკს იზიარებს იგივეს ეს არის მთავარი ფრაზა. ივანიშვილი აქ თავად და გარკვევით ამბობს, რომ ბანკი მოგებაში არ მონაწილეობს. ანუ მოგებაც და წაგებაც ბაჩიაშვილის პასუხისმგებლობაა. თუ ბიტკოინების ბიზნესიდან ბაჩიაშვილი დიდ ფულს იშოვის, ეს მისი მოგებაა. თუ წააგებს, ამ შემთხვევაში ძარალი ბანკს თავად უნდა აუნასხაუროს. ოლიგარქი მისი ბიზნესების მართვას ევაჭრება, რამდენად მისცემს სესხს საკუთარი ბანკიდან. ბაჩიაშვილს ფული ძალიან სჭირდება, ამიტომ მზად არის სესხი დოლარში წლიურ 15%-ადაც კი აიღოს. ბანკმა რისკში თუ მონაწილეობა მიიღო, მოგებაში ცოტა ჩაუნაწილე და იგიჩნდება რა. მიუცემ არ არის პრობლემა ბაჩი მაგას რა არის. რაღაც უნდა ქონდეს აი დაუშვათ მაშინ დაუშვათ სტავკა იყოს 10% სიტყვაზე და თუ ისა ბოლოში რო დაიფარება კიდე 5%-ს მივცემ რომ 15 გავხარ. ეხლა როგორია საბაზრო პროცენტი? არ ვიცი რა არის საბაზრო ხო? არ ვიცი გააჩნია. ჩანაწერის მიხედვით ბაჩიაშვილის შეთავაზებაა, რომ სესხს ქართობანკიდან 10%-ში აიღებს და როგორც ივანიშვილმა დაუდგინა, კიდევ ცოტას, ანუ 5%-ს წაუმატებს. ეს შეთავაზება ოლიგარქისთვის მომხიბვლელი აღმოჩნდა. აბა ნატოსთან ეხა მოახერხე შენ დღეს კიდევ ერთ შეხვედრა. დაულაგო და მე იქიდან დამერიგეთ ორივე მეტას მაინც ამ თავზე დამერიგეს. კი ბატონო. რომ მოდი ხარ გამოვიდეს რა. ხო, კარგს დაუშვებთ. თუ ზედმეტი რისკებია რაღაცა რა იცის გაჩვენის შეიძლება, იქნებ შენ კი რაღაც იქნებს, ხო? სვიდან რომ მოვილაპარაკეთ რომ აგეცია მეორე ფონდის სვიდან? რომელი ფონდის მხრიდან? საინტერესო ფონდს ხო აქვს, მაგრამ გაგვეძა და მე თანაინვესტორის ფონდთან ჩემელიჩნის არ შეიძლება ამასე არ გამოვა. სატელეფონო საუბრის ჩანაწერს თავად მოусმინეთ. აქ საუბარია ქართულ ბანკიდან ბაჩიაშვილისთვის მხოლოდ და მხოლოდ სესხის გაცემაზე. არადა საჩივარში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პროკურატურაში 2023 წლის 23 მარტს შეიტანა, ამბობს, რომ ბაჩიაშვილმა მას კრიპტოვალუტის ბიზნესში ფულის ჩადება და პარტნიორობა შესთავაზა. რომ ბიზნეს იდეა მოეწონა და საკუთარი ბანკის მართვას ნატო ხაინდრავას, ამ ბიზნესში ივანიშვილის თანამონაწილეობის სანაცვლოდ 5 მილიონის გადარიცხვა დაავალა, რაც ცალსახად ტყუილია. შაბათის ეთერის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ჩანაწერი დგინდება ისიც, რომ ოლიგარქის ბიზნესების მმართველს ივანიშვილთან საუბრისას ბიტკოინების შესაძენად საჭირო ფულის ნაწილი უკვე გადარიცხული ჰქონდა და სარფიანი გარიგების გასაფორმებლად დამატებითი თანხა კრედიტის სახით სჭირდებოდა. მოწერილი გაქები? 700.000 უკვე გადაურიცხე. უკვე გადაურიცხე 700.000, უკვე პროცესი დაიწყე შენა. კი, იმიტომ რომ მე სიმართლესაც მე ანუ წინა კვირაში სამშაბათს ვუთხარი ნატოს რომ გადამოსვეთ ხო ბატონ ბიზნესთან ხო და რომ დავიწყოთ ეს გაფორმება და მუშაობა. დღეს დამირეკა მე მაგან. ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტი, რომ ამავე დღეს ქართულ ბანკის საკრედიტო კომიტეტმა გიორგი ბაჩიაშვილისთვის სესხის დამტკიცების გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტს ხელს ნატო ხაინდრავა და დავით მაციკაშვილიც აწერენ. პროკურორი და ივანიშვილის ადვოკატი, როგორც ივანიშვილი იტყუებიან და აგერ პირდაპირ არის დოკუმენტური მტკიცებულება. ბანკმა ჩემი და ივანიშვილის საუბრის შემდეგ სულ რამოდენიმე საათში დამიმტკიცა სესხი. ბაჩიაშვილის ეს ნაამბობი დოკუმენტით დასტურდება. 30 ივლისს, ანუ ივანიშვილისა და ბაჩიაშვილის საუბრის შემდეგ, ბანკი სესხს გასცემს. სხვა ზარი ჩემ ტელეფონის და მის ტელეფონის შორის არ გახორციელებულა. როდესაც ბიძინა ივანიშვილს ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეჰქონდა, ის ვერც კი დაუშვებდა, რომ გამოჩნდებოდა მისი ფარული აუდიო ჩანაწერი, რომელიც გამოძიებისთვის შეთავაზებულ ვერსიას თავდაყირად აყენებდა. ივანიშვილისთვის ეს ისეთი შოკის მომგვრელი ამბავი იყო, რომ აუდიო ჩანაწერის გასაქარწყლებლად საქმეში სასწრაფოდ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო. გარკვეული იმპულსები, რაც ექსპერტიზ ყურით და თვალსაჩინო ესე ვთქვათ, არ მომწონა. სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელი ასმათ მატუშევსკაია სასამართლო დარბაზში 17 თებერვალს მიიყვანეს. ის ცდილობდა სასამართლო დაერწმუნებინა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ბაჩიაშვილის საუბრის ჩანაწერი მონტაჟია და მისი ავთენტიკურობა მოსამართლემ სადავოდ უნდა მიიჩნიოს. თქვენი პროფესიონალიზმის მიმართ აქამდეც კითხვის ნიშნები დასმულა, მათ შორის სხვა საქმეებთან დაკავშირებით. ამიტომ ასმათ მატუშევსკაიამ სასამართლო დარბაზში ყველაფერი ეჭვის ქვეშ დააყენა. ვარაუდობ, შესაძლოა, ექსპერტის ყურით შეუსაბამოდ მომეჩვენა. არ ვიცი ორი კაცი ლაპარაკობს თუ მეტი.
ეს დაკითხვის დროს ექსპერტის მიერ ნათქვამი ფრაზების მცირე ნაწილია. თავიდანვე ცხადი იყო არაერთ სკანდალურ საქმეზე საეჭვო დასკვნების ავტორი მატუშევსკაია რა შედეგსაც დადებდა. რადგან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხარისხის კონტროლის სამსახურს ამავე დროს მთავარი პროკურორის გიორგი გაბიტაშვილის და ბელა გაბიტაშვილი ხელმძღვანელობს. კითხვა როდის იქნა შექმნილი აუდიო ფაილი, რაზეც ქართულმა ექსპერტიზამ პასუხი ვერ გასცა, როდის და რა მოწყობილობით, ხოლო გერმანული ექსპერტიზი დადგინდა, რომ ეს იყო smartphone და შექმნის თარიღი იყო 2015 წელი. ბაჩეშვილის დაცვის მხარემ ფარული აუდიო ჩანაწერი ალტერნატიული ფონოსკოპიური ექსპერტიზისთვის გერმანიაში 16 იანვარს გაგზავნა. კომპიუტერული ანალიზი ჩაუტარდა CD დისკს და მეხსიერების ბარათს. დასკვნა, რომელზეც 28 დღე მუშაობდნენ, თბილისში 4 დღის წინ 18 თებერვალს ჩამოვიდა. სასამართლო ექსპერტის ნიკო მიულერის ხელმოწერილი 35 გვერდიანი დოკუმენტი სრულად ეწინააღმდეგება სამხარაულის ექსპერტის ვარაუდს, რომ თითქოს ჩანაწერში მონტაჟის კვალი 154 ეპიზოდში აღინიშნებოდა. ავტორიტეტული ორგანიზაციის ექსპერტმა დაადგინა ფაილის შექმნის თარიღი და მოსაუბრეების ვინაობაც. 11 წუთიან ჩანაწერში 154 ხარვეზი რო აღმოაჩინო, გამოდის რომ საუბარი არ ყოფილა. გერმანელ ექსპერტს ხო არ შეუსწავლია მაგალითად სამხარაულის ექსპერტიზისა მეთოდები და როგორ გამოიკვლია. მან თავისი მეთოდით გამოიკვლია და თავისით შეაფასა ის ჩანაწერი და თავისი დასკვნა დადო. ის გამორიცხავს ამ თემებს. მე არ ვიცი, რა დაასაბუთა სამხარაულის ექსპერტიზამ, აქ უყურებ რომ დასაბუთებულია. ივანიშვილი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ვინმე მის ფარულ ჩაწერას გაბედავდა. მისივე სიტყვები კი საკუთარი თავის წინააღმდეგ მთავარ მტკიცებულებებად იქცეოდა. სავარაუდოდ ამიტომ გადაწყვიტა მეორე დაკითხვისას ჩვენებაში თავი შანტაჟის მსხვერპლად გამოეცხადებინა. პროკურატურასთან იმის მტკიცება დაიწყო, რომ მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილის მაქინაციებს დიდი ხნის წინ მიაგნო, მისივე მილიარდების მმართველი მას ემუქრებოდა. კომუნიკაციისას მან განმეცხადა, რომ თუ მე არ დავივიწყებ ბიტკოინების თემას, ის ჩემს საწინააღმდეგო ჩვენებას მისცემდა სინგაპურის სასამართლოში და დამინგრევდა საქმეს. ივანიშვილი ახლა პანიკურ შიშებშია. რადგან არ იცის მისი მილიარდების ყოფილ მმართველს და მასთან ახლოს მყოფ ადამიანს კიდევ რა მტკიცებულება ექნება მის წინააღმდეგ. ამიტომ პროკურატურას ჩვენება შეუბნება, რომ ბაჩიაშვილისგან ჰქონდა დავალებული ტელეფონზე საუბრის დროს ყოველთვის ეთქვა, რომ ეს იყო სესხი და არა ინვესტიცია. ანუ, უნდა დავიჯეროთ, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რომლის ერთი სატელეფონო ზარითაც ქვეყანა იმართება, ბაჩიაშვილის შიში ტელეფონზე მხოლოდ იმას ლაპარაკობდა, რასაც მისი მილიარდების მმართველი ეტყოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაჩიაშვილის მხრიდან ამგვარი შანტაჟის ენით საუბარი ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო, იძულებული ვიყავი მისთვის მეთქვა, რომ მან გაიმარჯვა და ბიტკოინების დაბრუნებაზე არ მექნებოდა მასთან პრეტენზია. ივანიშვილი პროკურატურას ფაქტობრივად იმას უმტკიცებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი აშანტაჟებდა, შეშინებული კი მასთან საქმიან ურთიერთობას მაინც აგრძელებდა. ოლიგარქი ირწმუნება, რომ ბაჩიაშვილმა მისი ბევრი მილიონი წაიღო. ამერიკაში ცხოვრობდა, თან იცოდა, რომ ოლიგარქი გადაკიდებული ჰყავდა ციხით ემუქრებოდა და ამ ფონზე მაინც თბილისში ჩამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ აბსურდულად გამოიყურება, ბიძინა ივანიშვილის ეს ვერსია საქმეში დევს. გააკეთა თავისი პირველი ჩვენების რევიზია, სხვა გზა არ რჩებოდა, უბრალოდ რაღაც უნდა მოიფიქრებინა და პირდაპირ შეთხზა ისტორია, რომელიც მოარგო ამ თავის დამახინჯებულ ფაქტებს, მაგრამ არც ერთი მტკიცებულება კიდევ ერთხელ აი შეგიძლია აბზაც გავიაროთ მისი მეორე ჩვენება და ვერც ერთ ეპიზოდს ვერ დაამტკიცებს. პროკურატურისთვის ამ საქმეში სარწმუნო არც აუდიო ჩანაწერია, არც დოკუმენტი და არც სხვა მტკიცებულება. პროკურორ მიხეილ სადრაძისთვის, როგორც ჩანს, სანდო მხოლოდ ივანიშვილის სიტყვებია. როგორ ფორმატში, აი როგორ ფორმატში მოგწონთ თქვენ? ძალიან მარტივად. აი როგორ, ყველასთან ერთად, რატო ეს რაღაცა ქართული ოცნების ნარატივია ბოლო და თქვენც აითვისეთ კარგად? კი, საერთოდ არ არის არასერიოზული, რა მნიშვნელობა აქვს ვისთან ერთად მომცემთ კომენტარს. პროკურორ სადრაძეს ოცნების ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს ანდობენ. სადრაძემ აიღო საკუთარ თავზე ივანიშვილის საქმის წაყვანაც სასამართლოში. ახლა მას ვეკითხებით, გერმანული ექსპერტიზის შემდეგ, რომელმაც ივანიშვილისა და ბაჩიაშვილის საუბრის ნამდვილობა დაადასტურა, რა რჩებათ საქმეში. ექსპერტიზის დასკვნას, რომ სრულიად სხვა რამეზე საუბრობს და თქვენი ექსპერტი სხვა რამეს ამბობდა.
პროკურორი სადრაძე შაბათის ეთერის შეკითხვებს თავს ავტომობილში აფარებს. მასთან კიდევ რამდენიმე საკითხის დაზუსტება გვინდა. მაგალითად იმის, რატომ შეცვალა ბიძინა ივანიშვილმა პირველი ჩვენება აუდიო ჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ. რაც ივანიშვილს ეხება, ყველა თემა ახალგაზრდა პროკურორისთვის ტაბუდადებულია. რატომ შეცვალა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენებები? პირველ და მეორე ჩვენებებს შორის რატომ არის ასეთ დიდი სხვაობა? ჩვენ ორივე დოკუმენტი მოვიპოვეთ. მეორე ჩვენებაში ივანიშვილი ბევრ რამეს ცვლის, რადგან როდესაც ბაჩიაშვილს უჩივლა და გამომძიებელმა გამოკითხა, მაშინ არ იცოდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილს მასთან საუბრის ჩანაწერი ჰქონდა. ეს ჩანაწერი კი მილიარდერის ვერსიას ფაქტობრივად აცამტვერებს. მას აქვს საშიშროება, რომ შეიძლება სხვა ჩანაწერებიც იყოს ჩემსა და მე შორის ნასაუბრები. შეცვლილ ჩვენებაში ივანიშვილი წერს, რომ გასაჯაროებული სატელეფონო საუბრით ბაჩიაშვილთან შეთანხმება არ დაუსრულებია, რომ ამ საუბრის შემდგომ კომუნიკაცია ისევ შედგა. მართალია თუ იტყუება ოლიგარქი. ჩვენ გავიცანით მობილური კავშირის კომპანიიდან ამოღებულ გიორგი ბაჩიაშვილის სატელეფონო ნომრის ამონაწერს. ბაჩიაშვილთან შემომავალი და მისგან გამავალი ზარების სიაში ჩვენ ვერ ვიპოვეთ ჩანაწერი, რომ 30 ივლისის, ანუ სესხის გაცემაზე საუბრის შემდეგ, სესხის გაცემამდე ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის კომუნიკაცია კიდევ შემდგარიყო. ის ამბობს, რომ მინიმუმ 3 საუბარი უნდა შედგარიყო ჩემსა და მას შორის, როდესაც პირველში მან უარი მითხრა ამ სესხის აღებაზე, შემდგომ მეორეჯერ როდესაც მე ვთხოვე მას ინვესტორად შემოსა და მეორეჯერ უარი მივიღე და მესამეჯერ უკვე ვითომ და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი, როდესაც მიუბრუნდი, შემდგომ უკვე ის დამთანხმდა. ანუ ამის განხორციელება შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ივანიშვილი იმ დროს იმყოფებოდა ურეკში, მე ვიყოფებოდი თბილისში. შესაბამისად ივანიშვილი ამას უბრალოდ იტყუება და იგონებს. ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ჩვენება სასამართლოს უკვე მისცა ქართულ ბანკის მაშინდელმა მმართველმა და ოლიგარქის ნდობით აღჭურვილმა ნატო ხაინდრავამაც. ხაინდრავა სასამართლო დარბაზში ბუნებრივია მილიარდერთან წინასწარ გავლილი პოზიციით მივიდა. თუმცა ქალბატონ ნატოს ჩვენებაში მაინც გაეპარა ერთი ისეთი დეტალი, რომელიც ბრალდების მხარის ვერსიას ეწინააღმდეგება. ჩემთვის ცნობილია, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიერ კონტროლირებადი კომპანიის სასარგებლოდ სესხის სახით ჩარიცხული თანხა $5 მილიონი ოდენობით სრულად გადაირიცხა მაინინგის ხელშეკრულებაში მითითებული კომპანიის სასარგებლოდ. როდესაც ნატო ხაინდრავა საუბრობს გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად კომპანიაზე, გულისხმობს Mission Gate Incorporations. არა და ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემურ წიქვაძე ბრალმდებელ პროკურორთან ერთად მოსამართლეს არწმუნებდა, რომ ბაჩიაშვილს ამ კომპანიასთან კავშირი არ აქვს. მინდა გაჩვენოთ დოკუმენტი. თქვენ ამბობთ წინასხრომაზე, რომ გიორგი ბაჩიაშვილს არ ეკუთვნოდა ეს კომპანია. ეს არის მტკიცებულება, რომ ნამდვილად გიორგი ბაჩიაშვილს ეკუთვნოდა. შეგიძლიათ გაიცნოთ? ნახეთ პირველი. განზრახ შეიყვანეთ შეცდომაში სასამართლომ, ხო? ხო, შევიკავებდი, იმიტომ რომ პირველი ამ კომპანიის სასამართლოს არ შეგიკავებიათ თავი, როდესაც ამ დოკუმენტზე საუბრობდით. ამ კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარდგენილი აქვს თავად გიორგი ბაჩიაშვილს. ეს არ არის საქმეში ეს დოკუმენტი. მე გაჩვენებ სხვა დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს იმას, რა დოკუმენტს მაჩვენებ. ხო და დახედეთ, ბატონო მიხეილ. არ ვიცი რა დოკუმენტს მაჩვენებ. რატომ არ გინდა შეხედოთ? მიხეილ სადრაძესთან მტკიცებულებებით მივედით. დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს ნამდვილად აქვს კავშირი ქართულიდან გადარიცხული თანხის მიმღებ კომპანიასთან. მე გაჩვენებ დოკუმენტს, რომელიც აბათილებს თქვენს ნათქვამს, აბსოლუტურად საპირისპიროზე საუბრობთ. რატომ არ გინდა დახედოთ? თუ კი რამე დოკუმენტი არსებობდა და ხარეს ეს ყველაფერი შეეძლო რომ წარმოედგინე. დააწი აღარ მიიღებთ. ჩვენ მოვიპოვეთ არამხოლოდ ივანიშვილის ბანკის მიერ ბაჩიაშვილისთვის დამტკიცებული სესხის დოკუმენტი, არამედ თანხის უკან დაბრუნების გრაფიკიც. სწორედ ამ დოკუმენტებით გინდება, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ბანკს $5 მილიონი თავისი პროცენტით პირნათლად დაუბრუნა. გადაიხადა სატელეფონო საუბარში ივანიშვილის მიერ დასახელებული წამატებული თანხაც $900 მილიონზე მეტი. ფაქტს ნატო ხაინდრავა საკუთარ ჩვენებაშიც ადასტურებს. ივანიშვილს საერთოდ ჰქონდა ბიტკოინის და კრიპტოვალუტის თემის ზუსტად ისევ როგორც ნებისმიერი ახალი ინოვაციური პროექტის მიმართ მიუღებლობა. თუ მას რაღაც არ ესმის და კომფორტულად არ ზნობს თავს, ნუ იმას არც განიხილავს საერთოდ პროექტად. ამიტომ ამ შემთხვევაში ცხადი არის ამ ჩანაწერში, რომ ივანიშვილი საერთოდ გაგებაში არ არის რა არის ბიტკოინი და არც მასში ინვესტირების სურვილს არ გამოხატავს. თუმცა ერთი კითხვა მან დამისვა ამ სატელეფონო საუბარში, რომ მეც რომ მომინდეს იგივე პირობებს თუ კი მომცემს კომპანია Bitfury, რაც მე დაუდასტურე. კი, თავისთავად მოგცემს. ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ჩვენებაში თავადვე აღიარებს, რომ ეჭვიანობა მისი ხასიათის განუყოფელი ნაწილია და ბაჩიაშვილისთვის ამის გამო ბოდიშის მოხდა ერთხელ უკვე მოუწია. შეთქმულების თეორიებში ჩაძირულ ოლიგარქს მაშინ დააჯერეს, რომ შვეიცარიულ ბანკთან საქმეები იმის გამო გაურთულდა, რომ ბაჩიაშვილი კრედიტ სუისის ადვოკატებთან იყო გარიგებული.
საბოლოოდ გამოძიების დასრულების შემდეგ თავადვე აღიარა, რომ სიცრუეში იცხოვრა. ახლა ოლიგარქმა ახალი ეჭვები ბრალდებებად აქცია და უსამართლო ქვეყანაში სამართალს იმ ადამიანებს აძებნინებს, ვისაც ცოტა ხნის წინ ყველაზე მეტად ენდობოდა. მე მიულოცავ ბიზნეს ამ დაბადებისთვის და ყოფილიყო ბოლო და უკანასკნელი მისთვის ეს დაბადებისთვის. ბიძინა ივანიშვილის სამართალი რუსთაველის გამზირზე არ ვრცელდება. ასეა უკვე თითქმის 3 თვეა. მაშინ როცა გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საჩივარს წერდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი თანაინვესტირების ფონდის ორივე დირექტორი საპროტესტო აქციებზე მის წინააღმდეგ გამოსული ხალხის გვერდით დადგებოდა. თავისუფლება რეჟიმის წვეთს! თავისუფლება! თავისუფლება დიამაღლობენ! თავისუფლება! ერთი კი არა 100 და 1000 საქმე ზემოდან რომ დაამატონ, ჩემი პოზიცია არ იცვლება. არც ზეწოლა ჩემზე ვერ შეიცვლება ვერანაირად. მე ჩემ სიმართლეს ბოლომდე დაუდგები. მიუხედავად იმისა 10 საქმეს გააკეთებს თუ ერთს.